დაიწყო პირველი პერიოდი ჩვენი დამოუკიდებლობის ცხოვრების და უცბად გვევლინება პრეზიდენტად ადამიანი, რომელიც მალავს ამას, რომ ისა. ნახევრად სომეხია, ხო, ძალიანად არ არის სომეხი. არის ყოველ შემთხვევაში ეს ვერსია და ადასტურებს არაერთი ადამიანი, რომ მისი ოჯახის წევრი იყო ამ გვარზე. და მე მგონია თუ არ არის, ისინი იტყოდნენ ამას. ალბათ. მე ასე მეჩვენებ. და ადრეა ჯერ ახლა ჩვენ ყავდეს ადამიანი, რომელიც არ წარმოადგენს ქართველს. ეთნიკური. როცა დგება რაღაც რადიკალური მომენტები, შენ როცა გზნობ ამ შენ წარმოშობას, ან მარჯვნივ გადავხევ, ან მარცხნივ. და ეს რასაკვირველია უშლის იყოს თავისუფალი. მე ეს დაკომპლექსება, თვითონ მასში ზის ეს კომპლექსი უსათოდ. რომ თათ ქართველი არ არის. ჩვენთვის ეს აბსოლუტურად სულერთია, მაგრამ ახლა წარმოვიდგინეთ, რომ დაუშვებდა სასოფხეთი, რომ ქართველი პრეზიდენტი ყოფილიყო. ჩვენ თეატრი დირიჟორი სომეხია, უკვე 40 წელი. ლევა უგენაძური, მთავარი დირიჟორი. დაუშვებდა სუნდუკიანის თეატრს, რომ დირიჟორად იქ ყოფილიყო ქართველი. ჩვენ ეს დაუშვით, იმიტომ რომ ჩვენ საერთოდ ქართველები ვართ, ძალიან ისეთი ინტერნაციონალისტები ვთქვათ ასე, იმიტომ რომ ჩვენ ქალაქში ცხოვრობდნენ, ამრავიერი იყო, ახლა როცა ხანომას ვდგამდი, მე ვნახე სტატისტიკური მონაცემები რა იყო თბილისი. ეს ვერ წარმოვიდგინე 100-მდე ერი ცხოვრობდა აქ.